გამარჯობათ, ეს მეცხრე არხია, მე ვარ გია მაჩაბელი. ჩვენ ვაგზელებთ საუბრებს სტუდიაში. დღეს ყავს ასეთი არაჩვეულებრივი სიმპათიური ქალბატონი, ნინო სუხიშვილი. ალბათ ბებია თქვენი საპატივცემულოდ ხართ არა დარქმეული ისე. ხო. და დღეს ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხო? Ну, ხელმძღვანელი არა ჯერჯერობით, მაგრამ ვეწევი უფრო რაღაც მენეჯერულ და ადმინისტრაციულ მოვალეობებს და კიდევ ცეკვავ, ჯერ კიდევ. ცეკვავ. და აი ჩვენ ვისაუბრებთ მის აი პაპაზე და დიდედაზე, რომლებიც ასეთი ცნობილი და სახელოვანი ხალხია ქართველებისთვის. მათი წარმოდგენა არ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ყველა მიცის ამ შესანიშნავი ანსამბლის შესახებ. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში ის ანსამბლი იყო, რომელიც პირველად გავიდა საზღვარგარეთ და ტრიუმფით მოიარა მთელი მსოფლიო და უფრო მეტიც მე აი ბებია ჩემის დისგან ჩამოიტანეს, ასე ვთქვათ, ამანათი და წერილი და ბებია ჩემი მაშინ გაიგო 40 წლის უნახავები იყვნენ დები და მაშინ გაიგო პირველად რომ ცოცხალი ყოლია და ძალიან ბევრმა სხვათა შორის ძალიან ბევრი გააკეთეს ამხრივაც თქვენ ძალიან ბევრი ოჯახი შეერთდა და ბევრმა იპოვა თავის ნათესავი სხვათა შორის წლებში. და აი ახლა ესეთ საინტერესო ადამიანებზე დავიწყოთ ჩვენ მათი ბიოგრაფიიდან, ჯერ აი ალბათ არ ვიცი რომელიც გინდათ პაპიდან დავიწყოთ, გინდათ დიდედიდან. Ну, არ ვიცი, ალბათ ნინოდან დავიწყოთ, მაინც ქალბატონია და დავაყენოთ უფრო პირველ ადგილზე. ჩემთვის მაგალითად ძნელია ვინმეს წამოწევა წინ ორივე, ჩემთვის იმდენად ძვირფასი ადამიანი იყო, როცა ვლაპარაკობ, ხშირად ხანდახან მავიწყდება, რომ საკუთარ ბებიაზე და ბაბუაზე ვლაპარაკობ. იმდენად აი პიროვნებები იყო ძალიან ბუმბერაზი და ხანდახან მართლა ვგზნობ, რომ მარტო მე არ მეკუთვნი, მართლაც ეკუთვნიან და ხშირად ჩემ თავს ვიჭერი იმაზე, რომ ქალბატონი ნინო ესე ვიხსენიებ. ბატონი ილიკო, როცა ლაპარაკში. სიცოცხლეში აი ბავშვობაში რას ეძახდა? სახელებს. სახელებს, ხო? ნინო და ილიკო. სახელებს. ისე ილიკოს და ნინოს კიდე რაღაც მოფერებით დადუს ვეძახდი, რატომაც ბავშვობიდან ესე დავარქვი და მე მთელი ოჯახი ეძახდა მე დადუს ბავშვობიდან. რაც ხდება ხოლმე ოჯახში რაღაც ზედმეტ სახელების დარქმევა. ისე სახელებით და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მე მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი მათთან. რაღაც ისე მოხდა, რომ ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდი, კარგად გრძნობდი თავს. და ეხლა აი პირველ რიგში მაშინ დავიწყოთ ისევ აი ქალბატონი ნინოს ჯერ მშობლებიდან რამდენიც ვიცი, მე ძალიან დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო, ხო, მამამისი და კი საკმაოდ ესეთი დიდი მენშევიკი იყო, იმ პერიოდში სახიფათო იყო, ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ოჯახს და საერთოდ ცხოვრობდნენ რაღაც პერიოდი ბაქოში. და გადასახლებული იყო რა? დაიბადა. გადასახლებული ბაქოში არ იყო, გადასახლებული იყო ბევრ ადგილებში. ბოლოს კომი ASSR-ში დაასრულა თავის დღეები და ისე ბაქოში მუშაობდა იმის გარდა, რომ მენშევიკი იყო, პროფესიაც ჰქონდა და ინჟინერი იყო, საკმაოდ კარგი ხიდების და გვირაბების. და ხშირად ჰქონდა რაღაც დაკვეთები და ამიტომ რაღაცა ეს კიდე რევოლუციამდე. რამოდენიმე წელი იყო მიწვეული ბაქოში და იქ მუშაობდა მშენებლობაზე და ოჯახი იქ ცხოვრობდა. ამიტომ ქალბატონი ნინო დაიბადა ბაქოში 1910 წელს. შემდეგ როცა დაიწყო პრობლემები სომხეთის და აზერბაიჯანის შორის რაღაც თურქეთსა და სომხეთს შორის იმ წლებში სხვათა შორის როცა უბრალოდ აი გენოციდი მოაწყო ზუსტად აი იმ პერიოდში იძულებული იყო ოჯახი რომ დაეტოვებინა ბაქო და დაბრუნებული იყო თბილისში და შემდეგ უკვე იწყება ეს გაუთავებელი უბედურება ეს წლები რევოლუციური წლები მე ანექსია საქართველოსი და მე მახსოვს ქალბატონი ნინო იხსენებდა ხშირად როგორ ახსოვდა პატარა გოგო იყო 10 წლის და ახსოვდა როგორც კოჯრის მთებში მაშინ იყო ბრძოლები 21 წელს და როგორ ეს მოხდა გასაბჭოება საქართველოსი და იყო ცოცხალი მოწმე ამისი ხანდახან რაც მგონია რომ მემატიანესავით იყო იმდენი რამე გამოიარა და იმდენი რამე ნახა რაღაცა ცოცხალი ისტორია იყო რაღაც ცოცხალი მოსიარული ისტორია
ეხლა მაინც დავუბრუნდეთ იმას, როდის დაიწყო ცეკვა, იმიტომ თავარი მისი ღირსება ის არის ჩვენთვის, რომ ჩვენ ვიცნობთ როგორც ბებია თქვენს კი ძირითადად როგორც უდიდეს მოცეკვავეს და ცეკვა დაიწყო ბავშვობიდან. თვითონაც იხსენებს, რომ სულ ცეკვავდიო, სულ რაღაც დაიბადა ეს შინაგანი განცდით, რომ უნდა ეცეკვა აუცილებლად. და ამიტომ დედამ შეატყო, რომ ბავშვს ესეთი სურვილი აქვს და მონდომება და მიაბარა სტუდიაში. მაშინ თბილისში იყო ესეთი იტალიური სტუდია, მარია პერინი, იტალიელი ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში. იტალიიდან ჩამოვიდა? იტალიიდან და დაარსა აქ სტუდია. სხვათა შორის ტერიტორიულად მდებარეობდა გრიბოედოვის ქუჩაზე, ახლანდელი სამხატვრო აკადემია, სადაც არის. აი იქ სარკებიანი დარბაზია. ეხლა მე მგონი ბიბლიოთეკაა იქ. და იქ იყო ეს სტუდია, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი მოცეკვავე სწავლობდა. აი თვითონ იმ შენობაში? ის ამერეთას მახსოვს მე ქობულაშვილებს ეკუთვნოდათ ეს სახლი. ადრე ესე იყო. ამ სტუდიამ ძალიან დიდი ბევრი მოცეკვავე და პიროვნება გამოზარდა. მაგალითად ვახტანგ ჭაბუკიანი, ქალბატონი მარია ბაუერი, ელენე ჩიკვაიძე. ის ელენე ჩიკვაიძე აი ლავროვსკის დედა, დიახ. სხვათა შორის ერთად მუშაობდნენ ოპერის თეატრში უკვე სტუდიის დამთავრების მერე ქალბატონი ნინო და ქალბატონი ელენე და ძალიან მეგობრობდნენ. ილიკო სუხიშვილი ზუსტად ამ სტუდიაში ცეკვავდა, მაგრამ ხანმოკლე პერიოდი ძალიან, ბოლოს უკვე რაღაც სტაჟირება გაიარა იქ. ხო, მაშინ ხო რაღაცა იქ ბალეტის სტუდიაში სიარული მაინც და მაინც იმათ არეთვლებოდა ერთი ვაშკაცობა. ნამდვილად. სხვათა შორის ბატონი სოლიკო ვირსელაძეც ამ სტუდიის გამოშვება იყო და ამან ძალიან ბევრი მისცა მის ხელოვნებას შემდგომში, იმიტომ რომ ისე კარგად გრძნობდა და იცოდა ეს ცეკვა, ამიტომ აფორმებდა არაჩვეულებრივად ამ საბალეტო სპექტაკლებს. არა მარტო ჩვენ ანსამბლში, დიდ თეატრშიც და ლენინგრადის თეატრში, მაშინ კიროვის თეატრი ერქვა, ხა მარინსკი დაარქვეს ისე. და პაპამ სად გაიცნო თუ იცით ამის შესახებ თუ არა? ოპერის თეატრში. ოპერის თეატრში, მაშინ იმ სტუდიაში არ გაუცნო. იცით რა ნაკლებად რაც ვეღარ იხსენებდა ქალბატონი ნინო ილიკოს იმ სტუდიიდან. კი ახსოვდა, მაგრამ ურთიერთობა რაღაც არ ქონია, ხანმოკლე პერიოდი დადიოდა ილიკო და როცა დაამთავრეს ეს სტუდია მარია პერინის, ნინოთ თეატრში მიიწვიეს და ილიკოც თეატრში მოვიდა სამუშაოდ. ილიკოს იქამდე უკვე დამთავრებული ქონდა ალექსიძის სტუდია, იყო ესეთი სტუდია, რომელიც არა მარტო ქართულ ცეკვებს ასწავლიდა, ილიკო მიაბარეს იმ სტუდიაში, შემდეგ ერთ წელიწადში ბატონმა ალექსი ალექსიძემ თავის ასისტენტად აიყვანა და უკვე მასთან ერთად პედაგოგობდა ილიკო ასწავლიდა ცეკვას და შემდეგ ოპერაში რომ მივიდა, იქ შეხვდნენ ერთმანეთს ნინო და ილიკო და მოუხდათ სხვათა შორის რამოდენიმე ოპერაში ერთად ცეკვა. მაშინ ქართული ოპერეტი მიდიოდა რეპერტუარში, აბესალომ და ეთერი, დაისი და ხშირად ეცვლებოდა პარტნიორი ილიკოს, იმიტომ რომ ცეკვავდა ელენე ჩიკვაიძესთანაც, ცეკვავდა ნინო რამიშვილთანაც და ბევრ სხვა მოცინავე კი ნამდვილად მოცეკვავესთან ქონდა და სხვათა შორის თავიდან არ უნდოდა ნინოსთან ცეკვა. საერთოდ თვლიდა, რომ ბალეტის მოცეკვავესთან ქართული არ უნდა იცეკვოს და ცოტა ისეთი დამოკიდებულება ქონდა, რომ კლასიკური ბალეტის მოცეკვავე ქართულს ისე ვერ იცეკვებს, როგორც ქართული სკოლა, ქართული ცეკვა უნდა გიქონდეს მასწავლი. და ნინომ ეს რო შეიტყო, ძალიან იწყინა და თვითონაც უარზე იყო ილიკოსთან ცეკვაზე, მაგრამ შემდეგ რაღაც ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში გახდეთ პარტნიორები არა მარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც და ძალიან დიდი როლი ითამაშეს მე ერთად თელ კულტურაში ქართულ. ამას ჩვენ კიდე დაუბრუნდეთ მე ოპერას და ოპერაში მათ მოღვაწეობას, მაგრამ ეხლა მინდა პაპა თქვენის შესახებ რომ მოყვეთ პირველად ცეკვას სად დაიწყო, რატო ცეკვავდა ასე გადასარევად თუ პერინის სტუდიაშიც არ დადიოდა? იცით და საერთოდ ვინ იყო რა იყო და მისი მშობლების შესახებ. რამდენადაც მახსოვს აი მოყოლით და მოგონება რაც გონებდნენ ნინო და ილიკო, თვითონ ნინოც იცახდა რომ ილიკო რაც თვითნაბადი ნიჭის ადამიანი იყო, იმდენად დიდი მოცეკვავი იყო, რომ ბავშვობიდან სკოლაში რომ დადიოდა, კიბეზე თითის წვერებით ადიოდა.
იმდენად თავისით, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა. არა, სხვათა მშობლებმა სასულიერო სემინარიაში მიაბარეს და სწავლობდა სასულიერო სემინარიაში ცეკვასთან ძალიან შორს იყო ეს ყველაფერი. მაგრამ თვითონ იმდენად მონდომებული იყო, როცა დაობლდა მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, გორში ცხოვრობდნენ და დედამ ილიკოს და მცირეწლოვანი ძმა ყავდა კიდე ილიკოს თბილისში გადაწყვიტა ჩამოსვლა. და გორის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. დიახ. დედამ როცა ჩამოიყვანა თბილისში ილიკო და მისი ძმა მალე გათხოვდა მეორე ქორწინება ჰქონდა გაყვა გვარად ყუფარაძეს იასონ ყუფარაძეს ეს პიროვნებას და იყვავდა ილიკოს ძალიან ბევრი ნახევარ და ძმები კიდევ ხუთნი და ამიტომ მრავალრიცხოვანი ოჯახი იყო და ილიკოს ბავშვობიდან უხდებოდა ოჯახის შენახვა, დახმარება და ცეკვისთვის ისე არ ეცალა, სულ თავისი ცეკვავდა და სწავლისთვის არ ეცალა, იმიტომ რომ მაშინ გოლოვინის პროსპექტი ერქვა ეს ყიდდა წაბლს, მოხარშულ წაბლს მიხაილოვის პროსპექტზეც ასევე პოსტაჟონად მუშაობდა დღევანდელი დავით აღმაშენებელი ახლა და ამიტომ ძალიან ისეთი გაჭირვებაში ცხოვრობდა. აი აქაც ისეთი პარალელია ნინოს უფრო ისეთი ცხოვრება ჰქონდა მაინც მენშევიკის და ინჟინერის ქალიშვილი და რაღაც ბურჟუაზიული გაზდა ჰქონდა და ისეთი შედარებით ოჯახი უკეთ ცხოვრობდა და ილიკო ისეთი რაღაც საწყალი ბიჭი იყო და უხდებოდა თვითონ ლუკმაპურის შოვნა. და ცეკვაზე იმდენად იყო რაღაც გაგიჟებით შეყვარებული და არა მარტო ქართულ ცეკვაზე, სხვათა შორის ცეკვავდა იმ პერიოდში ყველა მოდურ ცეკვას. სხვათა შორის ძალიან კარგი სტეპისტი იყო, ჩიჩოტკას რო ვეძახით ეს ძალიან ბავშვობიდან ცილინდრში და ტროსტით ასრულებდა იმდროინდელ კაზინოებში, სადაც დედამისიც ესეთი ხშირი სტუმარი იყო, მოთამაშე უყვარდა ძალიან თამაში, ილიკოს დედა, ესეთი უცნაური ის იყო, ძალიან რატო უცნაური მეგონი? ეხლა არ არის უცნაური. იშვიათი იყო ეს რევოლუციამდელი თბილისი და მაშინ ეს რევოლუციის შემდეგ იყო. შემდეგ უკვე, მაგრამ აი შემდეგ იყო სახიფათოც იყო ის გაკეთებული. 7 წელს არის დაბადებული და სადღაც რევოლუციამდე იყო, მაგრამ ჯერ კიდევ თავისუფალ საქართველოში არსებობდა. მაინც 21 კაზინოები ხო? კი, მერე დახურეს. მერე დახურეს და დედა მერე სახშიც ხშირად უყვარდა თამაში, ბანკოს თამაში და ეს ილიკოსაც გამოყვა და თქო ბავშვობის მოგონებას ხანდახან ეძლეოდა და სახში მწვანე მაუწყა დააფარებდა. ძალიან ისეთი არ ვიცი ალბათ მინუსია, მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან დამახასიათებელი. თავისუფალ დროს ხშირად ატარებდა ესე და ამიტომ ცეკვა თავისთავად იყო. რასაც ცეკვავდა იმ სტეპს მაგალითად. კაზინოში ცეკვავდა ამ სტეპს, იმიტომ თავის პროგრამა არსებობდა. სხვათა შორის ცეკვავდა ასევე კინოთეატრებში. ადრე იყო ესეთი სტილი კინოს დაწყების წინ. ეს მახსოვს. ეს დიდხანს გაგრძელდა მე კინოს დაწყების წინ ჟურნალის მაგივრად რაღაც პროგრამები ეწყობოდა, ან აკორდეონით გამოდიოდა ვინმე მღეროდა, ან პიანინოზე დააკრა იყო, ან სიმღერა, ან ცეკვა და სხვათაშორის მერეც ეს პრაქტიკა არსებობდა, იმიტომ რომ ნინო და ილიკო ხშირად გამოდიოდნენ ესტრადაზე, უკვე დუეტში, უკვე ერთად. კინოშიც, კინომდე ცეკვავდნენ, სხვათაშორის ჰქონდათ რეპერტუარში ტანგო, რუმბა, ესეთი ცეკვები. ნუ მაშინ ძალიან ის იყო ეს ეპოქა და ძალიან მოდაში იყო ესეთი გავლენა იყო ესეთი ევროპის და საინტერესო იყო ამას ასრულებდნენ და ასევე ჰქონდათ რამოდენიმე ქართული ცეკვა სტილიზებული. ადრე ეძახდნენ ლეკურს, მე ილიკომ გადაარქვა, რომ ეს ქართული დაარქვა, იმიტომ რომ არანაირი ლეკური რატო ერქვა, იმიტომ რომ მართლა ლეკები ცეკვავდნენ. ერქვა არანაირი კავშირი ლეკურთან ამას არ აქვს, იმიტომ რომ ლეკებს არანაირი ანალოგი ესეთი ცეკვის არ გააჩნიათ აბსოლუტურად. ეს არის სუფთა ქართული, მაგრამ მეტყობა ეს უფრო დარქმეულია რუსების, როცა შემოიჭრნენ საქართველოში, საერთოდ გადაიარეს ეს ჩრდილოეთ კავკასია, იქაც ცეკვავდნენ ოღონდ ცოტა სხვანაირად, ისევე ჩოხებში და აქაც რო დახვდათ ჩოხიანი მოცეკვავე კაცი, გადაწყვიტეს, რომ ესეც ლეკურია. მე შემოვიდა ეს ხმარებაში და ამიტომ ეს ლიზგინკა დღესაც აი ძალიან ხშირად მიხდება მტკიცება მოსკოვშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით გასტროლებზე და ზუსტად იყო რომ ლიზგინკა იცეკვეთ და უხსნიდი რომ ლიზგინკა ესეთრე არ არსებობს ლეკური ცეკვა, ლეკებს აქვს და არანაირი კავშირი ქართულთან არ აქვს და ეს არის ქართული.
ამიტომ ნუ ალბათ აქ რაღაცა კავშირი კავკასია და რაღაცა გავლენა ქონდა. კავკასია, რა თქმა უნდა, კავშირი აქვთ, იმიტომ რომ ეს მთელ კავკასიურ ცეკვებს ერთმანეთთან რაღაც დამაკავშირებელი აქვთ. ელემენტები. რასაკვირველია და დღესაც აი ჩვენი ანსამბლის სტილზე არის შექმნილი ძალიან ბევრი ანსამბლი ჩრდილოეთ კავკასიაში და დღეს უკვე ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, რა არის ქართული, რა არის არაქართული, რა არის ილიკოს ავტორობის და ნინოს ავტორობის და რა არის ეროვნული, დღეს ამაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ აირია ყველაფერი. აი აქ ერთი არაჩვეულებრივად საინტერესო ფოტო არის, სადაც ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ერთად ცეკვავენ გამოწყობილები ორივე კაცის ჩოხებში. ეს ცნობილი ცეკვა, სხვათა შორის. აი ესეთნაირად აჩვენოთ თუ შეიძლება ამის. ასე. ესა და აი ამ ცეკვის შესახებ როდის იყო და ეს მათ დუეტში შეასრულეს ეს ცეკვა. ეს დამოუკიდებელი ნომერი იყო. დამოუკიდებელი ნომერი იყო, ერთად ცეკვავდნენ, ნინოც ბიჭის ფორმაში იყო ჩაცმული, თეთრ ჩოხაში და აზიურ ჩექმაში და ერთად ასრულებდნენ ცეკვას, რომელიც დღეს ჩვენ ყაზბეგურს ვეძახით, მაგრამ მაშინ უფრო ესეთი ილოური ერქვა, იმიტომ რომ ილიკოს დადგმული იყო, ეს ილეთებიც ესეთი ცოტა სტილიზებული, ტრანსფორმირებული იყო და ფაქტურად საესტრადო ნომერი იყო. და ესტრადაზე ასრულებდნენ იმ პერიოდში მუშაობდნენ მოსკოვში ერმიტაჟის თეატრში და უწოსოვის ანსამბლში ესეთი ჯაზ ორკესტრი ესე ერქვა ჯაზ ორკესტრი და მაშინ ჯაზი ძარბოდაში იყო იმ წლებში და ის ამ დროს ოდესაში იყო უწოსოვი თუ უკვე არა იცით რა არის მე მგონი საგასტროლოდ იყო მოსკოვში ჩამოდიოდა იმიტომ რომ მარტო ამ თეატრ ერმიტაჟში მუშაობდნენ ერთად ისე ხანგრძლივი ურთიერთობა არ ჰქონდათ მუშაობა ესეთი პერიოდულად ნინო და ილიკო მოსკოვში არ ცხოვრობდნენ ჩადიოდნენ ხან მოსკოვში ხან პეტერბურგში სამუშაოდ და რაღაც პერიოდები სხვადასხვა ანსამბლები ეპატიჟებოდნენ. რაღაც პერიოდი ალექსანდროვის ანსამბლშიც უმუშავიათ წითელი არმიის ომის დროს სხვათა შორის. უშიდან ისე რომ სხვადასხვა მე აი თქვენ გაგახსენდათ რომ აი რუსები როდესაც შემოვიდნენ ასე ვთქვათ კავკასია როცა გადაიარეს მე აი რაღაც ბევრი რამ შემოიტანეს თავისი ცნებები და გამახსენდა ერთი რუსი ის ყველანი წერდა ძალიან კარგათაც წერდნენ ძალიან ბევრი დაუშვათ ზისერმანი ან ბარონ ტორნაუ რომელიც არაჩვეულებრივი წიგნებია კავკასიაზე საქართველოზე და იმ პერიოდზე საერთოდ და ანუ ტოლსტოი თვითონ და ბევრი სხვა, მაგრამ ასეთი ისინი მაშინ ძალიან ადვილი იყო გამოშვება და მახსოვს ასეთი აღარ მახსოვს გვარი იმ კაცის, მაგრამ რაღაცა ოფიცერი იყო რუსეთის რუსული არმიის ოფიცერი და წერდა ჩანაწერები ჰქონდა და გამოცემული იყო ის ჩანაწერები სახში ჰქონდა ეს პატარა ბროშურა და იქ ეწერა გრუზინცი ესე იგი ქართველებზე იყო там имерицинцы грузинцы веселый народ они часто становятся в круг стоящий в центре обязан быстро крутиться и размахивать руками. Это картул цеклас ასეთნა. ეს სხვათა შორის ზუსტად აი ფარცის ცეკვა ფარც არსებობს ესეთი წრიული ესეთი ნახაზი აქვს შუაშიც ცეკვავენ და გარშემო წრეში დადიან. ცოტა რიტუალური იყო ეს ადრე ძველ საქართველოში. მე ცოტა გადაკეთდა და აი ჩვენ რეპერტუარში ალბათ სადღაც იქიდან წამოსულია მაინც ეს წრიული ხაზი სუწრეში დადიან და შემდეგ ერთმანეთზეც დგებიან ესე კოშკებად ძალიან საინტერესო ჩვენ რეპერტუარში ეს ცეკვა არსებობს ეხლაც მაგრამ უფრო ცოტა სტილიზებული და გადაკეთებული მაინც ილიკოს და ნინოს ჰქონდათ ეს ხასიათში ამ ქართულ ცეკვებს მიიყვადნენ ისეთ დონემდე რომ რაღაც ან ესტრადაზე ან თეატრში ან ოპერაში ან რაღაც დიდ დარბაზებში საცეკვაოდ ყოფილიყო ეფექტური და მისაღები ამიტომ იმ თავდაპირველ მდგომარეობაში როგორც არსებობდა ეს ილეთიან ცეკვა იმის გადმოტანა სცენაზე შეუძლებელი იყო ის უნდა ყოფილიყო უფრო თეატრალიზებული უფრო ტექნიკურათაც უფრო გართულებული ტემპიც აი მუსიკალური უფრო აჩქარებული და ეს ყველაფერი ქმნიდა უფრო საინტერესო სანახაობას ამიტომ მოხდა ალბათ რომ ესეთი სწრაფი და არაჩვეულებრივი ევოლუცია განიცადა აი ბოლო ნახევარს უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულმა ცეკვამ
აი ეს ევოლუცია ალბათ ამაზეა, რომ ნინომ დეილიკომ ის უფრო ბალეტის გარდა იმისა, რომ არსებობს ელემენტები ქართული ცეკვის, ხალხური ცეკვის, ამავე დროს რაღაცა ბალეტის ელემენტებიც არის, მე მგონი და მე დრამატურგია. საკმირველია, იცით, იმიტომ რომ ცეკვა კლასიკური საფუძვლის გარეშე შეუძლებელია ყველაფერი ალბათ, არა მარტო ცეკვა, ყველა ხელოვნებამ რაღაცა კლასიკური გაიაროს საფეხურები და ამიტომ თვითონ სწავლების პროცესშიც ასწავლიან კლასიკურ ბალეტის მოძრაობებს და იმიტომ უფრო დახვეწილი ხდება იგივე შესრულება, იგივე ახტომა, მუღზე ტრიალი ან რაღაცა მოძრაობის შესრულება, როცა სკოლა სწორია. ამიტომ ეს კლასიკური ბალეტი აუცილებელია. დღეს უკვე ისო დონეზეა ცეკვა, რომ აუცილებელია ეს მოძრაობები შესწავლილი კონდეს მოწაფეს, ვინც მოდის, ვინც სწავლობს ცეკვას, ის უკვე უნდა იყოს მომზადებული. დღეს ანსამბლს უკვე ესეთი დონე აქვს, რომ ბალეტის გარეშე ძალიან ძნელია, მით უმეტეს არის ესეთი საფუძველი ყველაფრის. კი. თვითონ ნინო დეილიკოც იყვნენ ამ საბალეტო სკოლის, ასე ვთქვათ, ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენლები და ზუსტად იცოდნენ, რომ ეს აუცილებელია მომავალი განვითარებისთვის ცეკვის. კი. ეხლა მე თქვენ ამ წიგნში, სადაც თქვენი თან იდეითაა და თქვენი თან ავტორობით არის შექმნილი ეს შესანიშნავი წიგნია ჩემის აზრით და იქ ამოვიკითხე ფოკინი დიდი მოცეკვავე რუსი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ დამაარსებლად რუსული ბალეტის და ამდენად მსოფლიო ბალეტისაც. აი მასთან რაღაცა პრინციპები აქვს ჩამოყალიბებული, ხო? აი თუ შეიძლება მოკლედ ამ პრინციპებზე და იგივე პრინციპებს მისდევთ თუ არა დღესაც თქვენ? კი, აუცილებლად. ეს იმდანაც ზუსტად უდგება ჩვენი ანსამბლის თვითონ პრინციპებს და სტილს და შესრულების მანერას და პროგრამის აგებულებას. თითქოს ეს ჩვენზეა დაწერილი. სხვათა შორის ეს ბატონი მიხეილ ფოკინზე ესეთი გზნობა მქონდა, რომ ზუსტად ეს პრინციპზეა დაწერილი, იმდანაც უდგება ეს ანსამბლს, უხდება ძალიან და ზუსტად ამითია შექმნილი. და ალბათ ნინომ დეილიკომაც ეს კარგად იცოდნენ. ეს სხვათა შორის დინების წინააღმდეგ ესეთი წიგნი ჰქონდა დაწერილი ფოკინს და ამ წიგნში აქვს ეს განხილვა, ესე ეძახის ახალი ბალეტი ან მოდერნ ბალეტი და ზუსტად არის ჩამოთვლილი 5 პრინციპი, რომელიც ესე იგი არის მოკლედ რომ ვთქვათ, აი დიდი მნიშვნელობა აკორდე ბალეტის და მასის მუშაობას. ესე იგი არა სოლისტი, როგორც ადრე ძველ ბალეტში იყო, რომ სოლისტი ცეკვავს და გარშემო არის მარტო ანტურაჟი ეს მასა არაფერს არ აკეთებს, მარტო პოზებს იცვლის და რაღაცა ჟესტებით და რაღაც მიმიკით არის ეს ყველაფერი გადმოცემული და პირველად ეს არის რომ ფოკინმაც გააკეთა ეს დები კორდე ბალეტის გამიჯნა სოლო მოცეკვავისგან და ისეთივე დატვირთვით მუშაობა. ეს თქვის აი მაყურებლისათვის ეს იქნება მთლიანი სურათი, მთლიანი სურათი და სხვათა შორის აი მასაში და კორდე ბალეტში მოცეკვავე და მომუშავე ადამიანი ზუსტად იგივე დატვირთვით მუშაობს, როგორც სოლო პარტიების შემსრულებელი. და ეს ძალიან საინტერესოდ ხდის ყველაფერს და ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპი ამ თანამედროვე ახალი ბალეტის, ასე ვთქვათ. სხვათა შორის ეს ზუსტად ესპანელებსაც აქვს საინტერესოთ ეს თავისი ნაციონალური ფლამენკო და არა მარტო ფლამენკო, სხვადასხვა ცეკვები და ისინი თვითონ ბალეტს ეძახიან თავის ანსამბლს, იმიტომ რომ რაღაც ეს ხალხურობისგან უკვე შორს არის. საფუძველზე არის ამ ხალხურ ეროვნულ საფუძველზეა, რა თქმა უნდა, გამოყენებულია ეს ყველაფერი, ეს ეროვნული სულისკვეთება, სტილი, ილეთებიც, რა თქმა უნდა, ცოტა გართულებული, გადაკეთებული, მაგრამ ჭეშმარიტად ქართული. და ეს ყველაფერი აყვანილია ამ რაღაცა რანგში უკვე იძლევა თანამედროვე ბალეტის სახეს და იმიტომაც მთელ მსოფლიოში ჩვენ ანსამბლს ეძახდნენ ბალეტს. აქ არ იყო ეს მიღებული, იმიტომ რომ იმ პერიოდში მაინც ყველაზე ესეთი მთავარი პრინციპი იყო, აი ხალხურობა და ესეთი იყო არასახიფათო, იმიტომ რომ არავინ არ შემოგედავებოდა ამაში და ინდივიდუალიზმი ყოველთვის იხშობოდა, მით უმეტეს იმ წლებში, როცა ნინო დეილიკო, ასე ვთქვათ, ფეხზე დგებოდნენ და ანსამბლის შექმნას აპირებდნენ. და ამან ალბათ გამოიწვია ეს, რომ ხალხურად მონათლულმა ანსამბლმა ძალიან ბევრი წლები გაიარა და დრომაც გაიარა, რომ მე ოფიციალურად მიიღო ეს სტატუსი, იმიტომ რომ მართლა სხვა ეს არის უკვე სხვა სადღაც ამიკითხავს მე ფოკინის შესახებ თუ თვითონ ფოკინი აღარ მახსოვს, სადაც ის წერდა ესეთ, ну, ჩემთვის უცნაურ რამეს იმ დროს
ის წერდა რომ არ შეიძლება აი დაუშვათ როდესაც ქალი და კაცი ცეკვავენ ბალეტში რომ ეს სულაც აი სად გინახავთ თქვენ ესეთი რამე რაღაც ამის მაგვარს წერდა რომ ქალი ადებს მხარზე კაცს ფეხს და მე ტრიალებენ ის ამის წინააღმდეგიც იყო მაგრამ მე ყველაფერი შეიცვალა და ახლა ეს აკრობატიული ნომრები ძალიან შემოვიდა იმ ბალეტში კი, შემოვიდა ალბათ ისევ იმის ბრალია, რომ დრო წინ მიდის და ალბათ ფეხ უნდა გაყვე. ამას არა გაქვს უფლება, რომ გაჩერდეს ხო რაღაც ცოცხალი ორგანიზმია. აი ეს ჯგუფია, საცეკვაო თუ ანსამბლია თუ საბალეტო დასია, ის უნდა ვითარდებოდეს. არ შეიძლება ერთ ადგილას გაჩერება, რომ დამდგარი წყალი ფუჭდება, სულ უნდა მიედინებოდეს და ეს სტილი ყოველთვის ჰქონდა ნინოს და ილიკოს, სულ განახლების, მუდმივი განახლების. ყოველ წელს რაღაცას ცვლიდნენ, ან ახალი ცეკვა იდგმებოდა, ან ძველი ცეკვა ცოტა გადაკეთდებოდა. სულ აი რაღაც დღესაც რო უყურებთ ძველ ფირებს, 50-იანი წლების ან 60-იანი წლების გადაღებულს, იმხელა განსხვავება აი დღევანდელ ანსამბლთან. და ეს რაღაც ხდებოდა ძალიან ნელა და არა რევოლუციის გარეშე. არა, დიახ, რაღაც ესეთი შვიდი გადასვლა რომ მაყურებლისთვის დიდი განსხვავება არ ყოფილიყო. წლიდან წლამდე მოსული კონცერტზე შეიძლება თავისუფლება ქონოდა, რომ ეს იგივეა. კი, რასაკვირველია, იგივე ცეკვა, იგივე ხორუმია, იგივე ფარცა, იგივე ქართული, იგივე აჭარული, მაგრამ სულ გართულებულია, სულ აი დღეს მაგალითად ბევრი ყოფილი მოცეკვავე, რომელიც ცეკვავდა 50-იან წლებში ან 60-იან წლებში ანსამბლში, გაკვირვებით უყურებს ჩვენ დღევანდელ რეპეტიციებს, რომ მოდის ხოლმე და ესწრება. უკვეს რომ მე ესე ვერ ვიცეკვებდიო, როგორი გართულებული გაქვთ ყველაფერი, იმდენად აი ეს ვითარდება და დღესაც იგივეა, აი დღეს ხო, აი ბებია თქვენის ის გამონათქვამი მახსოვს რომ ისევ წიგნიდან ცხადია. ის ამბობს რომ არ შეიძლება ეს მუზეუმი არ არის ანსამბლი და ამიტომ ის უნდა იცვლებოდეს. ასაკვირველია ეს. და აი ახლა ამასთან დაკავშირებით კიდევ აი რამდენადაც ვიცი, აი თქვენი ძმა ამ მიმართულებით მიყავს ანსამბლი და რაღაც ახალს ადგავს, ხო? დიახ, ილიკო სუხიშვილი უმცროსი, ესე ვეძახით, რომ განვასხვაოთ ბაბუასგან, ძალიან საინტერესო ესეთ ქორეოგრაფიულ მინიატიურებს დგამს. და აი ახლა ზუსტად ჩვენ ვემზადებით ახალი პროგრამისთვის. შარშან იყო ეს ცდელობა უკვე გაკეთებული ქალბატონ ნინოს იუბილეზე და ყველაზე მკაცრი ესეთი შემფასებელი ამ ახალი ნომრის იყო თვითონ ქალბატონი და ჩვენ ბედნიერები ვართ განსაკუთრებით ილიკო რომ მაინც მოასწრო და თავისი სერიოზული ნამუშევარი ანახა ბებიას შემფასებელი ყავდა და დღესაც ეგ გრძელდება ჩვენ განახლებული პროგრამით წარდგებით მაისის თვეში და ეს ისევ ქართული ცეკვაა თუ იცით ეს ქართულია რასაკვირველია აუცილებლად ქართულია იმიტომ რომ ამის გარეშე არ შეიძლება ის ისე არის გაკეთებული ქართულ ილეთებზე აბსოლუტურად ჭეშმარიტად ეროვნული ილეთებია ქართული ცეკვა ყველაფერი არის დაცული ჩაცმულობაც ოდნავ სტილიზებს ჩოხადია ოდნავ სტილიზებულია ქალის მაგრამ იცით რა არის ისეთ რთული მოძრაობა რომ იძულებული ვიყავით ცოტა ქართული კაბა დაგვემოკლებინა რომ ფეხი გამოჩენილიყო და ქართული კაბა იცით თქვენ გრძელია და ისე დასრიალებს მოცეკვავე რომ არ უნდა ჩანდეს ასე ვთქვათ პრინციპებს არ ღალატებთ და ქალი იქ იქცევა ჩვენთან ნამდვილად იმიტომ რომ არა მარტო ფოკინის პრინციპი ეს ჩვენი ეროვნული პრინციპიც არის ქართული კლასიკური ქართული ცეკვა ისე არის რაღაც სადად აგებული რომ მამაკაცი და ქალი რო დუეტში ცეკვავენ რაღაც ისეთი უხილავი ისეთი კავშირია მათ შორის რომ თვალით შეუმჩნეველი მაგრამ რაღაც ის მიმიკები, რაღაც მოძრაობა, თვალის გამოხედვა, ჩოხის გასწორება თუ რაც ფაფახის გასწორება, ეს ყველაფერი რაღაც დეტალებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცეკვაში. და თვითონ არსებობდეს იდეა, რომ თითქოს აი ჩოხის კალთაც არ უნდა შეეხოს ქალის კაბასაც, ისე უნდა დასრიალებდნენ ცეკვის დროს, რომ ეს რაღაც დაცული უნდა იყოს. ეს არის კლასიკური ცეკვა, ამის ხელისხლება არ შეიძლება და ეს ხელუხლებლად არის აი ეს დაუშვათ დარჩა, მაგრამ ხო შეიძლება ახალი რამ მაგრამ არსებობს პარალელურად ხევსურული ცეკვა, მაგალითად მოხევური, მთიულური ცეკვები, ყაზბეგური ცეკვები, სადაც ქალის კოსტუმიც ამას განაპირობებს, რომ წინდაც ჩანს და ქალამანიც, ესე იგი ცოტა დამოკლებულია. ეს იქიდანაც მოდის ალბათ, რომ თაში თოვლიანი თები ვერივლიდნენ გრძელი კაბით და ამიტომ კაცის ჩოხაც უფრო დამოკლებულია. ამას ყველაფერს რაღაც გეოგრაფიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, აი რაღაც რეგიონებს, სად არის ცეკვა დაბადებული და ასე რომ
ფერსაც მრავალფეროვანი არის საერთოდ როგორც ჩვენი ლანდშაფტი, ასევე მრავალფეროვანი არის კულტურაც და ამდენად. ამიტომ დღევანდელი ცეკვებიც რო იდგმება, ჩვენ მაინც ვცდილობთ ცოტა მოკლე კაბა ეცვას ქალს, ну რა თქმა უნდა მუხლის ქვემოთ, მაგრამ გამოჩნდეს მისი მოძრაობა, ეს ჩაკვრა, ეს ტერფის მოძრაობა, ეს ყველაფერი ჩანდეს უნდა, იმიტომ რომ არის საინტერესო და ტექნიკურად ზართულად შესასრულებელი. აი თქვენთან მე ვნახე ფოტო თქვენი ანსამბლის წევრებისა დიდ ამერიკელ ცეკვის დამაარსებელთან, ასე ვთქვათ, ამერიკული ცეკვის დამაარსებელ ჯორჯ ბალანჩინთან და აი ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს ისიც ესე იგი ფოკინის მოწაფე იყო ფაქტიურად და აი მაინტერესებს ის თუ იცავდა იმ პრინციპებს, ვინაიდან აი ეს ამერიკული ბალეტი, ნუ ჩემი ახთქმით არის ცოტა განსხვავებული, ცოტა კი არა ძალიან ძლიერად განსხვავდება დაუშვათ აი კლასიკური რუსული ბალეტისგან, ან მისაგან, რაც მე მინახავს ჩვენ სცენაზე. ქართულ სცენაზე. დიახ, იცით, როგორ არა, რა თქმა უნდა ეს არსებობდა, ადამიანი როცა ბუნებით არის წარმოშობით ქართველი, რასაც არ გააკეთებს, აუცილებლად ის იქნება რაღაც ქართული, თავისი რაღაც შინაგანი, შეიძლება რაღაც უხილავი, ქვეშეცნეული მოქმედება, მაგრამ აუცილებლად თავის ეროვნულობიდან გამომდინარე. აი მაგ ბალანჩინსაც მაგალითად ეს ჰქონდა, იმიტომ რომ ხშირად ესწრებოდა ხოლმე ანსამბლის კონცერტებს. არა მარტო ამერიკაში ესწრებოდა ჩვენ კონცერტებს, ესწრებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აი მაგალითად გამბურგში რამოდენიმეჯერ დაესწრო, ჩამოფრინდა სპეციალურად და ზედიზედ ყოველდღე დადიოდა კონცერტებზე და საოცრად მოწონდა, განსაკუთრებით ხორუმი მოწონდა და სიმდი, აი ეს ოსური სახელმწიფო. ხორუმი ეს საიდან მე აიღეს იცით, ხორუმი რა თქმა უნდა იყო ესეთი ცეკვა, რომელიც თავის ალბათ ფესვებს იღებს უფრო აჭარაში, იმიტომ რომ კოსტუმიც ამას განაპირობებს. ადრე ხორუმი ერქვა ქართულ ცეკვას, რომელსაც ასრულებდა 3 ან 6 მოცეკვავე და სრულდებოდა რაღაც დღესასწაულებზე, ძეობაზე იცოდნენ ამის ქართველებს უყვარდა ცეკვას. და შინაარსი ესეთივე ქონდა რომ არა, არავითარი, აბსოლუტურად. მილეთები ქონდა? წრეში დადიოდნენ ასეთ და რაღაც ერთმანეთ ჩაკიდებული, სხვა ილეთებს აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ცოტა აჭარული, ცოტა ქართული არეული ილეთებს და ილიკოს მიერ დადგმული ხორუმი უფრო რაღაც აბსოლუტურად ახალი რედაქციაა. აი ხაზის გამოსვლა, რომელიც აიმეს სულ მიმაჩნია, რომ ილიკოს ძეგლია, ცოცხალი ძეგლი. დღეს ყველა ანსამბლი, რომელიც ამას ცეკვავს, ამის გარეშე არავინ არ გამოდის ხორუმში, ეს ჩართული აქვს ყველას და ითვლება, რომ ეს არის ხალხური ესეთი ქორეოგრაფია და არის ილიკოს მოგონილი. ოსურის ხაზით და ეს სიმტში და ასევე ხორუმის ეს გამოსვლა, ესეთი ჯარივით რო გამოდის ხალხი და ითვლება, რომ ხორუმი არის ესეთი საომარი ცეკვა. ესეთი ის იყო ყოველთვის, რომ ეს არის ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვამთ. საქართველოს ისტორიაც გვაძლევს ამის საბაბს, რომ ესე ვიფიქროთ, იმიტომ რომ საუკუნეებიდან მოყოლებული სულ ბრძოლებში და ომში და გაჭირვებაში გამოზრდილი ერია და ამიტომ გამობრძმედილი. ამიტომ ეს ცეკვაც ალბათ იქიდან მოდის, მაგრამ არის კიდე სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომ სულად შეიძლება არ იყოს საომარი, არამედ რაღაც სხვა რაღაცას ასახავდეს, რაღაც უსასრულობას. მე უფრო მომწონს, მე ეს მილიტარიზმისკენ მისწრაფება რაღაცა არ მსიამოვნებს. იცით რა, ხო რაღაც ალბათ დღეს უკვე ისეთ დროში მოგვიხდა ჩვენ ცხოვრება, რომ ყველაფერი რაც ძალადობაზეა და ბრძოლაზე, ყველაფერი ცოტა გვაღიზიანებს და ამიტომ ალბათ მეც რაღაც უფრო იქითკენ ვიხრები, რომ ჩემთვის ხორუმი არის უსასრულობა. აი გაუთავებელი რაღაცა ესეთი ეს ხაზით, რომელიც მოდის და არ თავდება, რაღაცა უსასრულობის იმას, აი ჰორიზონტის იმას მაძლევს. თანამედროვე მუსიკაშიც ესე არის, რომ მეორდება სულ გაუთავებლად რაღაცა ეს და ის მოქმედებს მე. დიახ, ძალიან ისეთია, თან გრაფიკულია და საოცრად ემოციურია. მე მაგალითად არ მბეზდება აი ყოველ ხორუმის ცეკვას, როცა უყურებ, სულ თავიდან მაქვს ეს განცდა, აი შინაგანი რაღაც შერეული პატრიოტიზმი, რაღაცა აღფრთოვანება, რაღაცა ქვეყნის სიყვარული, ცეკვის სიყვარული, ოჯახის, ეს ყველაფრის ერთად და შერწყმული მაქვს რაღაც ხორუმზე. ძალიან მიყვარს. ძალიან საინტერესო ისტორიებს ყვებით, მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ ეს ბალეტზე და ახლა ცოტა მაინც დაუბრუნდეთ ისევ
ანსამბლის ჩამოყალიბების ისტორიას, ხო? აი როგორ ჩამოყალიბდა და რამდენადაც ვიცი, ეს 45 წელს მოხდა რა. დიახ, ოფიციალურად ესეა 45 წელს. ხო და აი ამის შესახებ თუ შეიძლება და კიდევ აი იქვე წერია იმის შესახებ, რომ აი სტალინთან შეხვედრები, რომ ბატონ ილიკოს კარგად ექცეოდა სტალინი და აი ამის შესახებ ცოტა აი მათი შეხვედრები სტალინთან რატომ შეხვდნენ საერთოდ და შემდეგ გავაგრძელოთ როგორ ჩამოყალიბდა ეს ანსამბლი. იცით საერთოდ ეს შეხვედრა მოხდა ცოტა ადრე ანსამბლის შექმნამდე 37 წელს როცა დეკადა იყო მოსკოვში ქართული კულტურის და ძალიან ბევრი მოცეკვავე მომღერალი და ხელოვანი ჩავიდა ამ დეკადაზე. ხოთაშორის მინდა გავიხსენო ძალიან საინტერესო ეპიზოდი, როცა მაშინ ცნობილი ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ეროვნული ბალეტი მთების გული უნდა წასულიყო ასევე ამ დეკადაზე და ზუსტად ბოლო წუთში რამოდენიმე ვაგონი მოხსნეს, რომელიც დეკორაციებით იყო სავსე და ეს ბალეტი არ გაუშვეს მოსკოვში. ეს იყო პირველი ეროვნული ბალეტი და აი მოსკოვმა ვერ ნახა 37 წელს შემდეგში უკვე კი, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი განცდებით იყო ეს ყველაფერი მოცული და ვახტანგ ჭაბუკიანი საოცრად განიცდიდა ამ ფაქტს და შემდეგ საერთოდ ამ დეკადაზე საინტერესო ბევრი ეპიზოდი არის, რომელსაც იხსენებენ იმდროინდელი მოცეკვავებიც და თვითონ ნინოს და ილიკოც. სხვათა შორის სტალინის შეხვედრა მოხდა კონცერტის მერე, კრემლში იყო მიღება და ბერია ედგა გვერდში და ყველას ვინც შემოდიოდა ამ დარბაზში აცნობდა ბელაც, ასე ვთქვათ, ეუბნებოდა სახელს გვარს. და რიგი იყო, ყველა მიდიოდა და თავს ხრიდა და ხელს ართმევდა. იმპერატორს წარუდგენდა. ხო, რაღაც რიტუალური იყო ასევე და როცა მოვიდა რიგი ნინოსი და ილიკოსი, ილიკომ ჩაიარა და ნინოს გვარი რო გაიგო სტალინმა შეცფა, იმიტომ რამიშვილი საკმაოდ ისეთი გამაღიზიანებელი გვარი იყო იმ პერიოდში, იმიტომ რაღაცა ცნობილი მენშევიკები მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ნათესაები არ იყვნენ, ქაბატონ ნინოსი მაინც ეს გვარი ძალიან ისეთი საკმაოდ მოდებულია საქართველოში, ხშირია, მთელი დასახლება სოფელში, სურებში რამიშვილების. ხოთაშორის ქაბატონ ნინოს რამიშვილი დედაც ყავდა და მამაც, იმდენად აი რაღაც გავრცელებული გვარია. კი, მთლიანად. და რო გაიგო ეს გვარი თქმილი დაფიქრდა ყველა მენშევიკია. ყველა უნდა დავიჭიროთ. არ ვიცი ეს ხუმრობა იყო თუ რაღაცა სტალინის ხუმრობა საკმაოდ ცუდად თავდებოდა ხშირად. იმიტომ რომ შეიძლება ბევრს ვერ გაეგო ეს ხუმრობა. და შემდეგ როცა ესეთი ბანკეტი იყო, იჭრნენ სუფრაზე, ნინოს სულ ჰქონდა შეგრძნება, რომ ბერია თავისი პენსნედან სულ მას უყურებს. და აი იხსენებს, რომ ვერაფერი ვერც შევჭამე, ვერც დავლი, დაძაბული ვიყავი, სულ ფიქრობდი, აქედან გამიყვანენ პირდაპირ თუ სუფრიდან ამაყენებენ, ну გასასვლელში დამხვდება ვაგონებიანი ყმაწვილები. ამიტომ რაღაცნაირად ჩაიარა საღამომ არავინ არაფერი არ აღმოჩნდა რომ ეს ხუმრობა იყო. ну არ ვიცი რამდენად ხუმრობა იყო, მაგრამ ილიკო იმდენად მოწონდა თავისი ცეკვით და რაღაც ძალიან პატივს სცემდა ილიკოს ცეკვას იმ პერიოდში და უბრალოდ იმ ნადიმზე გვერდზე გაიყვანა და თხოვა რომ ეკნებ შესთავაზე უბრალოდ თხოვე რაც გინდა ყველაფერს შეგისრულებო და ილიკო ну რაღაც ალბათ ხდებოდა რომ ზუსტად რა უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ იმ პერიოდში არ შეიძლებოდა ესეთი შეთამაშება სტალინთან, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან გაჭირებული იყო და ყველაფერი შეიძლებოდა რომ ეთხოვა. ერთადერთი რაც მოთხოვა ფოტოსურათი ავტოგრაფით. და თვითონ იმდენად გაუკვირდა სტალინს, რომ ხარზე წამოარტყა ხელი და უთხრა ყოჩაღ ბიჭო. აი რაღაც ესეთი მიხვდა მის დიპლომატიას ალბათ რა თუ მოეწონა ის რომ ხო მიუხედავად იმისა რომ ბევრს ეკითხებოდა არა მარტო ილიკოს მაგალითად ბევრმა მოთხოვა მე მგონი მისი სიმღერის მასწავლებელი იყო კავსაძე ბატონი სანდრო
და აი ბატონს ანდროსაც ესეთივე შეკითხვა დაუსვა და ჩიბუხი მოთხოვა, თქვენი ჩიბუხი მიბოძეთო. ამიტომ ეს მიღებული იყო ალბათ ძალიან მაყოფილი ქართველების გამოსვლით ცეკვი და სიმღერით სტალინის საჩუქრებს არ იგებდა და ამიტომ ყველას ეკითხებოდა. შემდეგ 2 დღის შემდეგ ზუსტად აი დააკაკუდეს სასტუმროს ნომერში და რო გააღო კარი ნინომ დაინახა ფორმაში ჩაცმული ჩეკისტი და ნუ მიხვდა რომ ის წამოს მოვიდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ეს აღმოჩნდა კონვერტი, რომელშიც იდო ეს ფოტოსურათი ავტოგრაფით, ასეთი ისტორია იყო. თუ მე როგორ გამოიყენა ეს სურათი? იცით რა, მე რაც ნინოს არ უყვარდა არასდროს ამ სურათის გამოჩენა. მე მახსოვს ბავშვობაში ილიკოს უყვარდა დაკიდება, დადება ესეთ ადგილას და ნინო ყოველთვის ხსნიდა და სადღაც შეაგდებდა ხოლმე, მენდანოთ არ უყვარდა და რაღაც ბევრჯერ ალბათ გადაარჩინა იმ პერიოდში 37 წელს, როცა ან ბინიდან გამოსახლებლად მოდიოდნენ მათთან, ან კიდე რაღაც ოპერის თეატრში რაღაც სხვადასხვა უმზადებდნენ საშიშ სიტუაციებს, სურათი ალბათ ადგებოდათ, მაგრამ ნუ მაინც ალბათ ღმერთმა გადაარჩინა. ხო, საკურველია. და არა ესეც ღმერთმა აჩუქა, რომ სტალინმა ესეთი საჩუქარი გავაკეთა. კი, ესეც არის. საერთოდ იცით ეს საინტერესო იყო თვითონ ეს ეპიზოდი არა კრემლში, არამედ უფრო სტალინის აგარაკზე, რომელმაც მე ვიწრო წრე რამოდენიმე კაცი მხოლოდ წაიყვანა თავის აგარაკზე და იქ დილამდე იქეიფა მათთან ერთად. იმღერა და აცეკვა ყველა ბერიაც ვოროშილოვიც ყველა და მაშინ ნინო იხსენებს რომ მივდიოდითო რაღაც გვიყურებდაო ფანჯარას წმინდავდა რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ჩვენთვისო და ბოლო რაღაცა თვალი შეევლო. ეხლა კიდევ ერთი იმ ანსამბლის, იმ დიდი ანსამბლის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, აი სოლიკო ვირსალაძე უკვე ბრძანიათ, მაგრამ აი მე მინდა რომ ხაზი გავუსვათ იმას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის და რა გააკეთა, აი რამდენადაც ვიცი, აი აჭარული კოსტუმი ეხლა სულ წარმოდგენაში, მე ყოველ შემთხვევაში ესე წარმომედგინა ბოლო ხანამდე, რომ ეს არის ტრადიციული აჭარული კოსტუმი და აღმოჩნდა რომ ეს სოლიკო ვირსალაძის დახატული კოსტუმია, ხო, ასეა თუ არა? კი, ესეა ნამდვილად. საერთოდ თუ ილიკო და ნინო ნოვატორები იყვნენ ქორეოგრაფიაში, სოლიკო ვირსალაძე იყო ძალიან დიდი ნოვატორი და იმ პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოდერნისტი და ეს კოსტუმების მთელი რიგი, დღეს ალბათ მუზეუმია, ნამდვილი მუზეუმი ეს კოსტუმების კოლექცია და ხშირად გამოფენებზე გაგვაქვს ხოლმე და ეს აჭარული კაბა არის თითო ქართული კაბის სილუეტია, ფორმა ჩვეულებრივია, სადა, მაგრამ ეს ქამარი, ზოლებიანი დიდი ქამარი, დიდი შერთული ბანტით არის ნამდვილად სოლიკოს ავტორობა და დღეს უკვე მთელი აჭარა ამ ზოლებიან ქამრებით ცეკვავს და ცოტა უტრირებულია, გაზარდა სოლიკომ ეს ბანტი ძალიან ლამაზია და ნამდვილი ისეთი იმ პერიოდის ისეთი იყო ნოვატორული ნაბიჯი და არა მარტო აჭარული, ბევრი კოსტუმი მისი შექმნილია, ჯეირანის კოსტუმიც ასევე რაღაც არ გამოყენებულია ესეთი ძველი ესეთი ირანული მინიატიურების სტილი, იმიტომ რომ აღმოსავლური გავლენა დიდი იყო საქართველოში იმ პერიოდში და საერთოდ ისტორიულად და ბევრი სხვადასხვა კოსტუმები, რომელიც სოლიკოს მიერ არის ნამდვილად შექმნილი, მოგონილი სფერთა გამა, არაჩვეულებრივი და დღეს მე გული მწყდება, რომ ეს სხვა მოცეკვაები და ანსამბლები არ იყენებენ და ძალიან აი დღეს ძალიან ცუდად სვიათ აი ბავშვებსაც და სულ აი ბრძოლა გვიხდება ამაზე, რომ ქართული კოსტუმი არ გააფუჭონ, იმიტომ რომ გასაგებია ეს ყველაფერი კარგია წინსულაც და განვითარებაც, მაგრამ აი იმ საფუძველს არ უნდა მოწყდეს აი ფესვებს, რაც ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ მარტო გააფუჭებს საქმეს, არ გააკეთებს. მე ბედნიერება რომ მომიწია მაინც ბატონ სოლიკოსთან მუშაობა და მის ასისტენტათაც მუშაობდი რამოდენიმე წელი და საერთოდ როცა ჩვენთან მოდიოდა სახლში, არა მარტო სოლიკო, ძალიან ბევრი დიდი პიროვნება იმ პერიოდის, ქალბატონ ნინოს თაობა, მისი მეგობრები და თანამოაზრენი და მე ამას ვესწრებოდი ჯერ კიდევ ბავშვი და საოცარის გაფართოებული თვალებით უყურებდი და უსმენდი აი ამ ლაპარაკს, ამ რაღაც საოცარ ქცევას, რომელიც აი ნელ-ნელა იკარგება და ძალიან ცოტა დარჩა ის ადამიანი, ვისგანაც შეიძლება რაღაც ისწავლოს მომავალმა თაობამ. დასაწყვეტია, რაღაც მაინც უნდა შენახული იყოს ეს ყველაფერი. ეს ძალიან საინტერესო
თაობა იყო ძალიან საინტერესო ხალხი იყო და აი რამდენიმე ალბათ გახსოვთ ბევრი მათგანი და რამდენიმეზე თუ ძალიან ბევრი ძალიან ახლო მეგობარი იყო ქალბატონი ნინოსი ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე მასთანაც მუშაობდა ზუსტად აი ამ წლებში 40-იან წლების დასაწყისში აი იმ ჯაზ ორკესტრში რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ბატონი გუგული თორაძესთან და ხშირად ბევრჯერ მოგზაურობდნენ კიდევაც პატარა ჯგუფით, მოცეკვავებით და მომღერლები. ჯაზ ორკესტრი ერქვა, თან ქართული, მაგრამ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდნენ. ქართული ჯაზი ესე ერქვა. და ცეკვავდნენ ქართულ ტანგოს, ქართულ რუმბას და ძალიან საცილო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ის რაღაც ეპოქა იყო და რაღაც თავისი ბატონი გუგულიც ალბათ მეგობრობდა. დასაკვირველია და ასევე მე მინდა გავიხსენო ეს ცნობილი მათი მოგზაურობა ირანში ომის დროს, როცა ამერიკელ და ინგლისელ ჯარისკაცებს უბართავდნენ წარმოდგენას და მე შემდეგ ირანის შაჰი ღებულობდა თავის სასახლეში, ეს 53 წელია, წარმოიდგინეთ, გაჭირვებული პერიოდი, ომი, უშუქობა და შიმშილი და საშინელი გასაჭირი და ამ დროს ხვდებიან ეს პატარა ჯგუფი შაჰის სასახლეში და საზღვარგარეთთან მაშინ ესაც წარმოუდგენელი იყო. ეხლა ერთი ბოლო კითხვა მაქვს, იმიტომ კარგად დრო გასულა, ეხლა შემატყობინე სწორედ და კითხვა ასეთი მაქვს მე რომ აი ამ ცოტა ხნის წინ ყავდა დიდი მომღერალი ჩვენი და მაესტრო ნოდარ ანდღულაძე აქ თქვენ ადგილზე იჯდა და ის თვლიდა და სულ ამტკიცებდა რომ და წიგნიც აქ დაწერილი, რომელსაც ქვია ჰომო კანტორე, რომელიც რაც ნიშნავს რომ მომღერალი ადამიანი მისი აზრით პირველი რაც საფუძვლად დაედო საერთოდ ადამიანის ჩამოყალიბებას ეს არის სიმღერა და თქვენ თვლით თუ არა რომ სიმღერა კი არა ცეკვა ძირითადი ძნელი ალბათ ეს გამიჯნო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი საერთოდ ისეთი ის არის ხიარული და მომღერალ მოცეკვავე და სხვათა შორის ისეთი ნიჭიერი ამ დარგში ხელოვნებაში საერთოდ და საერთოდაც არა მარტო ქართველი საერთოდ ყველა ხალხს აქვს ეს თავის ეროვნული სიმღერები და ცეკვები. მე მგონი ერთდროულად გაჩნდა, იმიტომ რომ ვინც ვიღაც იმღერებდა და ვიღაც ამ სიმღერაზე იცეკვებდა, ასე რომ ეს თანა ამავე დროს თან ხატავდა, თან ფიქრობდა, ბავშვებს უყურებდა. რასაკვირველია და ამიტომ ეს ისეთი მე მგონი არ შეიძლება მის გამიჯდა, რომ ჯერ ის შეიქმნა, მერე ეს შეიქმნა და რა შეიქმნა პირველი. ალბათ ეს რაღაც ერთდროულად ერთი მეორედან გამომდინარე იქმნებოდა. სხვათა შორის ამ ცეკვის, ქართული ცეკვის ესეთმა განვითარებამ და მრავალხმოვანებამ და რა ტრადიციებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, საამაყო, ალბათ იმ განაპირობა ის, რომ საცეკვაო მელოდიები ვერ განვითარდა ისე დონეზე. და ეს პრობლემა იყო ჩვენთან ეს და დღესაც ეს დგას, მაგალითად აი ქორეოგრაფ დონეზე უკვე განვითარებული და ისეთ მაღალ აყვანილი საფეხურზე და მუსიკა ვერ უსწრებს ამას. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნინო და ბატონი ლიკო მუშაობდნენ ისეთ ბუმბერას კომპოზიტორებთან, როგორც არის ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, შემდეგ არჩილ კერესელიძე, ცაბაძე, ლაღიც, უამრავი, ძალიან ბევრი არც წინ ჩამოვთვალო და სხვათა შორის დღესაც იგივე პრობლემაა, ჩვენ სულ გვინდა ეს მუსიკის გამდიდრება და სულ ახალგაზრდა კომპოზიტორებს ვთავაზობთ, რომ დაგვეხმარონ ამ მუსიკის გამდიდრებაში, იმიტომ რომ ვერ უსწრებს მუსიკა ქორეოგრაფიას. ალბათ ამ სიმღერამ დაჯაბნა. აუცილებელია აიღოთ მაინც და მაინც ქართული. არა, ჩვენ გვაქვს მცდელობა, არა მარტო ქართული საკრავების. სხვათა შორის ლაპარაკია, რომ ეს გარმონიც არ არის ბოლო-ბოლო ქართული. მაინც ჩრდილო კავკასიდან შემოსულია. ეს დოლიც შეიძლება შემოგვედაონ, რომ შემოვიდა გერმანიიდან და დოლზე შეიძლება შემოგვედაოს ძალიან ბევრი ერი, რომ ეს დასარტყამი ინსტრუმენტი ყველას აქვს. აფრიკიდან დაწყებული, ნუ ცით რა ეს სხვათა შორის დოლზე აღმოსავლეთში უკრავენ, ცოტა სხვანაირია, მაგრამ მაინც და ჩვენ სიმებიანი კვარტეტით ვაპირებთ გამდიდრებას ჩვენი ორკესტრის და სხვათა შორის სხვადასხვა ინსტრუმენტების დამატებას. უკვე იყო ამის მცდელობა, ილიკომ გააკეთა უმცროსმა შარშან ზუსტად თავის ახალი ცეკვა ზეკარი რო დადგა, იყო გამდიდრებული სხვადასხვა თანამედროვე ინსტრუმენტებით და ეს გრძელდება. გაინტერესებთ თქვენ და თქვენ ძმას, რომ დადგათ აი რაღაცა სხვა ტიპის თანამედროვე ბალეტები რომ არის, ნუ უფრო ბალეტი კი არ არის რაღაც აი ნუ პატარა სცენები ცეკვით.
იცით რა არის ესეც რაღაცა სიუჟეტი, რომელიც ცეკვით იყო ამის მცდელობა, ჩვენ რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ ეს ხოთაშორის ჯერ კიდევ ნინომ და ილიკომ დადგეს ვეფხვის ტყაოსანი. კაჯეთის ციხის აღება იყო ესეთი მოკლეს ხოთაშორის ერთი 30 წუთიანი ესეთი მინიატიურა, შეიძლება ნაკლებიც. როგორც ცეკვა ნომერი, პატარა ესეთი. შემდეგ ქეთო და კოტეც არის განხორციელებული ესეც ცეკვით, მარტო ცეკვით ეს უკვე დედაჩემა ინგა თევზაძემ დადგა ეს პატარა მინიატიურა ესეთი ქორეოგრაფიული და ილიკოც აგძელებს, ილიკო უმცროსი დღესაც აკეთებს რაღაცა ბლოკებად, რაღაც სხვადასხვა ცეკვებს, რომელსაც რაღაც სიუჟეტი აქვს. იცით, მაინც დღეს უკვე ძალიან ძნელი არის, მაგრამ შესაძლებელია და ჩვენ ამას ვცდილობთ. ჟესტების, მიმიკის, ამ ჟესტიკულაციის გარეშე, აი რაღაცა პრიმიტიულ დონეზე რო არ იყოს, არამედ მარტო ცეკვაში იყოს რაღაც მოყოლილი ისტორია. ფაქტობრივად მთელი ჩვენი ანსამბლის ისტორია ეს არის. მოყოლილი არის მთელი საქართველოს ისტორია, მთელი კონცერტის განმავლობაში. მაგრამ იცით ეს მის გარეშე, ტექსტის გარეშე რთულია ცოტა. მუსიკაც არ გაძლევს ამის საშუალებას. და შეიძლება ასეთი, ახლა მე ჩემ ფანტაზიებს განხორციელებ თავს უკაცრავად. ახლა ალბათ ეს შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი თუ რა თქვენ ამას ალბათ თვალნათვე დაარწმუნდებით, როცა მობრძანდებით ჩვენ კონცერტზე ამ ახალ პროგრამაზე, მეც უკვე თითქმის მზად არის და ალბათ მე კიდე ვილაპარაკებთ თემაზე. დიდი მადლობა. მე მგონი ჩვენი დრო ამოიწურა და მგონი კი არა ნამდვილად ამოიწურა. თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. და მარტო იმიტომ არ რომ ასეთი მომხიბლავი ხართ, იმიტომაც რომ ასეთ საინტერესო რაღაცებს ყვებოდი და ასეთ საინტერესო ნათესავები ყავდა წინაპრები. ძალიან დიდი მადლობა ასევე ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მოგზადება. დღეს ჩვენთან სტუმრად იყო ქალბატონი ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილისა და ქალბატონი ნინო რამიშვილის შვილიშვილი, რომელიც ახლა აგზელებს მათ საქმეს. და ღმერთმა ხელი მოუმართოს ამაში. დიდი მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა. გამარჯობათ, ეს მეცხრეა ვარ გია მაჩაბელი, ვაგრძელებ ჩვენ საუბრებს სტუდიაში. ამას წინათ ყავდა მოწვეული მე ბატონი ნოდარ ლადარია, ღვთისმეტყველი, იტალიანისტი, როგორც ამიხსნა მან, ესე იგი იტალიის პოეზიის, ლიტერატურის და კულტურის მცოდნე. და ქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ჩემის აზრით დანტეს შესახებ, დანტეს კომედიის შესახებ, მის პერსონაჟებზე. ბევრი ხვდებოდა მე ქუჩაში და მეუბნეოდა ქათინაურებს, უბრალოდ ჩემს მიმართ კი არა ეს იყო, აი შენს მიმართ ქათინაურები და აინტერესებდათ რატომ არ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩვენ წინა გადაცემაში დავპირდით მათ, რომ გვექნება საუბარი ბეატრიჩეზე და ქალბატონებზე, რომლებიც იქ არიან და მადამი დამკვირვებლებაზე გვექნება საუბარი. ნუ ამჯერად ისევ ბატონი ნოდარი მოვიწვიე და აი ახლა